დათვა. ამბავი ეს შენ ჩვენი მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს ვიმყოფებით რუსთავის პარკში, რუსთავის პარკის ტბაზე. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და რუსთავის მერია სპინინგის ფედერაციასთან ერთად ატარებს სამოყვარულო ტურნირს ბავშვებისთვის. ჩემი შვილი ილია იღებს დღეს მონაწილეობას. აბა დღეს რამდენი ჯოხით უნდა ითევზაო? 2 სალი. 2 ჯოხი? 2 ჯოხი გვაქვს გამზადებული. აი ესე. და დღეს შევეცდებით რომ მოვიგოთ ტურნირი. ნუ რა თქმა უნდა ბავშვებთან ერთად მშობლებიც ვართ, აუცილებლად, რომლებიც მივეხმარებით სხვადასხვა ესე ვთქვათ საკითხებში, აუხსნით როგორ და რანაირად, ნუ ზოგი ალბათ პირველად მიიღებს მონაწილეობას და იმედი მაქვს რომ საერთო ჯამში ყველა კმაყოფილი დარჩება და კარგი დღე გამოვა. აბა ილია როგორია ტურნირი? მაგარი. ასწორებს? ძალიან. აბა შენიც მიდი დაიჭირე თევზი. დაიჭირა კიდე თევზი, თხილად. всё, всё, მორჩა. ამოწიეთ. კაი ბიჭო. კიდე ეს თევზი დაიჭირა. შენია. კარგია? Киро. Ай, бичи, браво. Ახლა ხოჭინა. Браво. Ай. ტურნირის წესები ძალიან მარტივია, თითო თევზი, თითო ქულა. რაც უფრო მეც დაიჭერ, მით უფრო კარგი შედეგია და შესაბამისად მოხდები საპრიზოში. ნახოთ, არის შეიძლება რაღაც პრიზებიც იყოს, ნამდვილად არ ვიცი, რაც არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა ის ძალიან კარგია უკვე რომ ბავშვები მოვიყვანეთ სათევზაოდ და ჩვენი დღეს ვატარებინებს. დაიჭირა ილია. აჰა, შენიერი თევზი კიდე ერთი ქორჭილუსი. კარგი ხარ? აი, ესეთი ქორჭილი. ეხლა მიმდინარეობს თევზის რაოდენობის დათვლა. ვისაც მეტი რაოდენობა ექნება, ის იქნება გამარჯვებული შესაბამისად. მოგეთ გადავიდეთ პირდაპირ მაშინ დაჯილდოებაზე არ ყოფილა არც ერთი ბავშვი ტიტივაში არ ვიცი ჩვენ და ყველამ დაიჭირა. ხო. მე იმედი მქონდა რომ ალბათ 1-5-10 თევზს დაიჭერდნენ ბავშვები უცებ ავზომავდით, მაგრამ ნუ 40, 30, 25 ესეთი ზოვესინ დაიჭირეს და ხო, და მინდა თქვა რომ აი არც ერთი უფროსი არ მოხმარებია ბავშვებს, უბრალოდ თევზის ჩახსნა მემსკავი და განთავისუფლება ჩოგან ბადეში შესანახბადეში შენახვა იყო მარტო ჩვენი მოვალეობა. დანარჩენი ბავშვები თვითონ გადააგდე, დაიჭირე, ამოიყვანე. კარგი, მოკლედ დავიწყოთ. ხო, მესამე ადგილი 40 თევზით გავიდა 8 წლის ლუკა ტურაშვილი. დაკიდე მამამ დაკიდოს. ჩვენი სპონსორებისგან მეორე ადგილი 11 წლის 51 თევზით, ის ხო 40 იყო, ანუ 1 თევზით, ანუ ერთმა თევზმა გადაწყვიტა 51 თევზით დაჩი დოლიძე. ბრავო დაჩი! დავმარცხელი. აბი დაკიდე. აბა დაჩი. დაჩის არ გავაჩეროთ მეგობრებო. ვარები შენ. კარგი. პირველი ადგილი. სერიოზული. მე თქვი რომ ტიტივაში ხო არ გინდა თქო რა. რა ტიტივაში ხო არ გინდა თქო, მაგრამ არა სპინინგიო და 10 წლის 48 თევზით ილია ხიზანიშვილი. მაინც მამის ამბავი ეს შენ ჩვენი სპონსორებისგან. მოიცა არ წახვიდე, სად არის, მოდი. ჩვენი სპონსორი ოქროს თევზისგან. აი. სორენოია ჯოხი.
ჯოხის ჯანსაღი. და ჩასადებია? ხო. საფრთხოთ. ჯოხი აქვს.